მოგესალმებით მეგობრებო, დიდი ხანია არ დამიდი არაფერი ვიდეო, მაგრამ რაღაც ჩემი პროცესები მქონდა კი არა, მაქვს კიდევ გავდივარ რაღაცებს და ახლა მინდა რაღაც ერთი თემა დავამუშაოთ. საკუთარი თავის მიღება მთლიანად ჩვენი პლუს მინუსებით. ვეცდები ავხსნა. ბავშვობაში როგორ სწავლიდნენ, დამჯერი გოგო უნდა ყოფილიყავით. ბევრი რამ გვეგრძალებოდა გოგოებს. განა შეიძლება კარგი გოგო გარეთ დადიოდეს ღამე დღესა სწავლებზე. განა შეიძლება კარგი გოგო ცეკვავდეს სხვადასხვა მამაკაცთან. დაიქცევდეს სხვების ყურადღებას. კარგი გოგო სახლში უნდა იჯდეს და წაიკითხოს წიგნები. ეს მე მთელი ცხოვრება წიგნის ჭიქა რომ ვიყავი. კარგი გოგო უნდა იყოს სწორი, კომფორტული, სწორად დადიოდეს, ნერვებს არ უშლიდეს ხალხს, რომ მათ მხოლოდ სიამაყე და აღტაცება დაეუფლოთ მის შემხედვარი და თუ ის სხვანაირია, ეს იგი ცუდია. მაგრამ ნახეთ ახლა თან რაღაც ეს მოვხაზებ და ყოველი ჩვენთაგანი, ანუ ეს ვართ ჩვენ სიტყვაზე თან კამერაში ვიყურები და რაღაცას ბოდია. ნუ მოკლედ ასე ეს თავი გავუკეთოთ რაღაც ესეთ მები. მე მხატვარი ქალი ამას რას ვაკეთებ ხო კარგი. ანუ ნახევარი ასე. ანუ ყოველი ჩვენთაგანი შედგება ნახევრად ცუდი და ნახევრად კარგი, ანუ ბნელი და ნათელი მხარისგან. მაგრამ საზოგადოება აკეთებს ისე, რომ ჩვენ ჩავახშოთ ეს ჩვენი ცუდი მხარე და მხოლოდ ტრანსლირება გავუკეთოთ მხოლოდ ამ ნათელ მხარეს. და გამოდის, რომ სოციუმის ზეწოლით ჩვენ ამას ვუარყოფთ და მხოლოდ ვავლენთ, ანუ ვახშობთ ამ ჩვენს ბნელ მხარეს და მხოლოდ ვავლენთ ამ ნათელ მხარეს. ანუ მხოლოდ ახლა ეს ვერ წავშლი ამას, თორე მხოლოდ ნათელ მხარეს ვავლენთ, ანუ აი მივხატე გვერდზე და რომ ვუარყოფთ ამ ნათელ მხარეს, გამოდის, რომ ვაღიარებთ მხოლოდ ამ ვუარყოფთ ბნელს, გამოდის, რომ ვაღიარებთ მხოლოდ ამ ნათელს და ვაჩვენებთ მხოლოდ ამ ჩვენს ნათელ მხარეს. და რა გამოდის მერე? გამოდის, რომ ნელა ჩვენში შიგნით გროვდება ეს შინაგანი კონფლიქტი. და ეს კონფლიქტი რომ დიდდება და უნდა გამოვიდეს, ხო? უნდა გამოვიდეს გარეთ, ხო? საწავა გავსკდეთ? ანუ უნდა გამოვიდეს გარეთ ეს ყველა ვარიანტში. რა ვიცი, შეიძლება ბევრი ითმეს, მაგრამ ალბათ საბოლოოდ სადღაც მაინც ამოხეთქავს ყველა ვარიანტში. და რა უნდა უყოთ ამ ჩვენს შინაგან დისკომფორტს? ხო, ვინც ითმეს, იმათში ძირითადად გადადის ავადმყოფობებში, ქრონიკულებში. კი, ესეა, ორგანოებზე მოქმედებს ძალიან. ეს იმ შემთხვევაში, როცა არ გამოგვაქვს გარეთ და როცა ვეღარ ვუძლებთ უკვე და გამოგვაქვს გარეთ, ჩვენ გვხვდება ისეთი ადამიანები, ანუ ადამიანები გვხვდებიან. აი თავიდან დავხატე, რომ ანუ ვინც არ გამოხატავს და შიგნით ინახავს აგროვებს, მათთვის ეს გადაიქცევა ავადმყოფობა, ანუ შინაგანი ორგანოების ქრონიკული, არ ნებისმიერი რაღაცა და ვინც ცდილობს, რომ გარეთ გამოუშვას ეს ყველაფერი, ხვდება ისეთ ადამიანს ან ადამიანებს, რომელიც არის მინუსში, ანუ ის ისეა გაზრდილი თუ აღზრდილი, რომ მიღებული აქვს თავისი ბნელი მხარე და შენ გიშუქებს შენ ბნელ მხარეს, რომ აი იცი რა, შენ გაქვს განა ამას სპეციალურად აკეთებს, არა ეს ქვეცნობიერად ხდება ასე. ანუ შენი ქვეცნობიერით იზიდავ ისეთს, რომელმაც უნდა დაგანახოს შენი ბნელი მხარე. ანუ იმისთვის, რომ შენ დაამუშავო შენში ეს შენი ბნელი მხარე,
ნუ თავიდან რა თქმა უნდა იწყება იქ რაღაცა მეგობრობა, იქ შეიძლება რაღაცა სიყვარული, ეს გაღენებს ტკივილს, რაღაცა ნარცისი და ასე შემდეგ. ანუ ეს ყველაფერი იმისთვის ხდება, რომ შენ დაინახოს შენს თავში ის, რაც არ გაქვს აღიარებული. ანუ ეს ადამიანი იქცევა ისეთ საქციელებს ჩადის, რომელსაც ჩვენ შეიძლება ცხოვრებაში არ ჩაგვედინა არასდროს, ან შეიძლება არ ყოფნოდა გამბედაობა, რომ ეს საქციელები ჩაგვედინა. და ამიტომ რომ არ შეგხვდეს ესეთი ადამიანები და არ გქონდეს ტკივილები, ну რა თქმა უნდა ეს რავი, იშვიათად ხდება, მაგრამ თუ არის შესაძლებელი, ანუ დაუბრუნდებით ისევ აქ. ყველამ უნდა მიიღოს ეს თავისი ბნელი მხარე. ანუ სივრცისთვის და სამყაროსთვის არ არსებობს ეგეთი მოცემულობა, შენ ცუდი ხარ, შენ კარგი ხარ. ანუ ყველაში არის პლუსი და ყველაში არის მინუსი. და რა გავაკეთოთ ამისთვის? ანუ რა გავაკეთოთ ამისთვის? თუნდაც დავიწყოთ რაღაცა. აი მაგალითად ესეთი რაღაცა. პატარა ტესტივით რო ჩაატაროთ საკუთარ თავთან. ჩართეთ რაღაცა მუსიკა, რამე მუსიკა, რაც თქვენ გსიამოვნებთ, რაზეც გინდათ რომ იცეკვოთ. თუ გინდათ ჯერ მხოლოდ მოусმინეთ მუსიკას, მერე ისევ თავიდან ჩართეთ, ჩაიცვით, რაც გინდათ თავისუფლად, სექსუალურად, რა ვიცი, და ან თუ მარტო ხართ სახში, ჯობია თუ მარტო ხართ, ან ცალკე ოთახში გააკეთოთ თქვენს ოთახში, ან სადმე, ნუ შეგიძლიათ შიშველიც იყოთ, ან სარკის წინ, ანუ ამ მუსიკაზე რო იცეკვოთ ისე, როგორც თქვენ გინდათ. მიიღოთ მთელი თქვენი სხეული მთლიანად რომ მიიღოთ. ანუ დაუშვით ყველაფერი ის, რასაც ვერ უშვებთ. შეეცადეთ გადალახოთ უხერხულობის მომენტები, დანაშაულის გრძნობა შეიძლება წამოვიდეს, ეგეც მოვიშოროთ, სხეულის განკითხვას მოვეშვათ, უბრალოდ მუსიკას მივყვეთ. მაინც არავინ არ გვიყურებს ამ მომენტში. მოკლედ ვცადოთ. გამოგივათ სულ ყველას.